ილია ჭავჭავაძის დაბადების 150 წლის თავისავებილეოდ დიდი სამზადისია ქალაქ ყვარელში, მწერლის სახლ-მუზეუმში. ამასთან დაკავშირებით ჩვენმა კორესპონდენტმა ომარ ჩიტაია მოამზადა სიუჟეტების ციკლი. დღეს გთავაზობთ პირველ სიუჟეტს. $1529 წელს ლევან პირველის მეფობის დროს, როცა გრემი ჯერ ისევ გრემობდა და კახეთსაც დედაქალაქობდა, ილია ჭავჭავაძის წინაპრები ფშავის სოფელ ყვარადან აყრილან, კახეთის თვალად წოდებულ ყვარელში დამკვიდრებულან და 3 საუკუნე მეფის ერთგულებაში, ომსა და ხმლის ქნევაში გაუტარებიათ. იმ დღესაც 1837 წლის 27 ოქტომბერს განთიადისას საგვარეულო კოშკში ვაჟის დაბადებისათვის ტრადიციული და საგანგებო შედლუხი არ დასჭირვებია მეფის არმიის ოფიცერ გრიგოლ ჭავჭავაძეს, რადგან იმ ღამით ყვარელში შემოპარულ ლეკებთან ბრძოლისას ისედაც თოფების გამაყრუებელი გრიანი ყოფილა. დიახ, ბრძოლის დროს დაბადებულა დიდი ილია და იქნებ ამიტომ იყო მისი სტიქია დაუნდობელი ბრძოლა ერისა და მამულის მტრებთან. მამულიო ვახსენეთ, ილიამ ყვარელში კარმიდამოს გარეთ მემკვიდრეობით მიღებული 500 ჰექტარი მიწა უსასყიდლოდ დაურიგა გლეხებს და უფრო დიდი მამულის, სრულიად საქართველოს ინტერესებისათვის მის დედაქალაქში დაემკვიდრა. ამ კარმიდამოს კი პირველი სიყვარულისა და პირველი ლექსის ალაგს მთელი სიცოცხლე შეტრფოდა და მისტიროდა უდროობის გამო ყურადღებას ვერ ვაქცევო. ჯერ კიდევ პეტერბურგში მიმავალი 20 წლის ჭაბუკი დასს წერდა: ვაპირებ წასვლას რუსეთში, მაგრამ შენმა გაზრდამ ისე მეძნილება დატოება ამ ჩვენი ყვარლისა, დამეტრევად ამ ჩვენი სახლისა, სადაც ყოველი ნაწილი ალაგისა მომაგონებს ხოლმე ჩემს დაუდგრომელ ყმაწვილობის დროს, სადაც ყოველი ხე არის ძვირფასი ჩემთვის სასიამოვნო მოგონებითა. პეტერბურგიდან კი ოლღა გურამიშვილს მოსწერა: იქნებ აქედან რომ მოვალ, ამა ქვეყნის დავიდარებას თავი დავანებოდა, ჩვენს ყვარელში ჩავიკეტოთ თავი მე და შენ. თუ სამუდამოდ არა, იმ დრომდე მაინც რომ პატარა მოსვენებით დავტკბეთ ერთად ცხოვრებითა, ქვეყნის ყაყანს მოშორებულნი. ნეტავი ეხლა ჩვენი დიდი ოთახის ბუხართან ვეგდო, მართლაც და ჩიტი სადაც გაიზრდება, იმის ბაღდადი ის არისო. მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. სწორედ ეს ქვეყნის დავიდარება და ყაყანი ილიას ბუხართან განცხრობა განდეგილობას კი არა, იმ 3 დღესაც ვერ აპატიებდა, ყველაზე სწრაფმავალ დილიჟანს რომ ჭირდებოდა თბილისიდან ყვარელამდე. ის 3 დღეც კი 3 საუკუნეს უდრიდა ქვეყნის დედაბოძად მოვლენილი კაცისთვის. თუ ნოსტალგიასა და დამბადებელი მიწის ყივილს ერის მამაც კი ვერ გადაურჩა, თუ მისი გულის მურაზი და ბაღდადი მაინც ყვარელი იყო, მას კურთხეულ იყოს ყვარლის მიწა ილიას წარმოშობისათვის, იმ მადლისა და ბარაქისათვის, ამ ტიტანი კაცის ძარღვებში, გულსა და გონებაში რომ მოათავსა სიბრძნედ, ერის მტრებთან დაუღალავი ბრძოლის ღონედ და ნიჭად მამულისათვის თავდადებისა. იმისათვის რომ ერის ისტორიაში ყველაზე ძნელბედობის ჟამს, როცა ჩვენი თავი ჩვენვე არ გვეყუდნოდა, როცა გვიყურებდნენ და ვერ აღხედავდნენ, გვისმენდნენ და არა ესმოდათ, ილიასთანა პატრონი, ქომაგი და მოზარე მოგვევლინა ლეგენდარული ქართლოსის მტერგამრავლებულ და ძალამინავლებულ მემკვიდრეებს. კომუნარების ბაღს საინტერესო საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ შორიდან არ დავიწყებთ. გავიხსენებთ მხოლოდ იმას, რომ სწორედ ამ ბაღთან არის დაკავშირებული ერთ-ერთი ცნობილი ეპიზოდი არსენა ჯორჯიაშვილის გმირული ცხოვრებიდან. ამ ბაღში დახვრიტეს მენშევიკებმა არალეგალურად მოქმედი ბოლშევიკების ერთი ჯგუფი. კომუნარების ბაღში დგას ლადო კეცხოველის, ბორის ძნელაძის, ეგნატე ნინოშვილის ძეგლები. ბაღშივია დაკრძალული სამოქალაქო ომის გმირი ლუკიანე თავუკაშვილი. აქვეა 1921 წელს თბილისის განთავისუფლებისათვის დაცემულ წითელ არმიელთა ძმათა სასაფლაო. ბაღის მდიდარი ისტორიული წარსული გვიკანახებს, რომ მას განსაკუთრებული მოვლა პატრონობა სჭირდება. თანაც ქალაქის ცენტრში ამგვარი ბაღი დასვენებისათვის არაჩვეულებრივ ადგილად გვესახება. ამდენად გასახარია, რომ ქალაქის მწვანე მეურნეობის საწარმოო გაერთიანებამ დროულად მიიღო გადაწყვეტილება კომუნარების ბაღის რეკონსტრუქციის თაობაზე. ამ სამუშაოებს კალინინის რაიონის გამწვანების სამსახური ასრულებდა. როგორც ხედავთ, ბუნების ქომაგდ სრულად სიყვარული არ მოუკვლიათ ბაღისათვის, რომ იგი ხელმეორედ დაბადებულიყო. ბატონო სეზო, რა სამუშაოები ჩაუტარდა ბაღს? მიმდინარე წლის აგვისტოს მეორე ნახევარში კომუნარების სახელობის ბაღს
კალინის რაიონის გამწვანების სამსახურმა ჩაუტარა, ასე შეიძლება ითქვას, მეორადი განახლება, რეკონსტრუქცია. ამ მიზნით დაიდესა ბაღში არსებული ფართობის 80%. აი ჩვენ სახეზე ხედავთ, რომ უკვე ბაღი მწვანეთ არის შემოსილი და ესე იგი, როგორც აღნიშნეთ, მეორადი განახლება მიიღო ბაღმა. ბატონო, მეორადი განახლება რა, აი პირველადი როდის ჩაუტარდა და რამ გამოიწვია ეს მეორადი განახლება? დიახ. პირველადი განახლება, ესე იგი, ბაღში ჩატარდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე. შემდეგ ახლა მართლა სწორი არის, რამ გამოიწვია მეორადი განახლება. ბაღში მთელი ზაფხულის პერიოდში წარმოებდა სხვადასხვა სამსახურები აწარმოებდა გათხრით სამუშაოებს. კაბელებს აწყობდნენ სატელეფონო დანიშნულ გამოძიებების მიზნით. ამან გამოიწვია ბაღის მთელი, ესე იგი, დაახლოებით დიდი ნაწილის მექანიკური დაზიანება ბალახის საფარის. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ ეს მეორადი განახლება, რეკონსტრუქცია და ბაღის, როგორც აღნიშნეთ, 80% მწვანეთ შეიმოსა. ამავე დროს მოეწყო 3 ახალი საყვავილი. ამას დაჭირდა დაახლოებით 4000 ძირი ყვავილი, დეკორაციული მოყვავილი ყვავილი. ბაღის ზედა მონაკვეთში ალპინარიუმი აღდგა, რომელიც წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. შეიღება მერხების გამები, დაიდგა დეკორაციული ურნები, დაირგო 500 ძირი ვარდი. აგრეთვე ჩატარდა სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც ბაღის კეთილმოწყობასთან არის დაკავშირებული. ეხლა ერთი შეიძლება რომ კარგი იქნება თუ ესე იგი შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა. ეს მდგომარეობა რომ შევინარჩუნოთ და სტაბილური გახდეს, უბრალოდ რაღაცა სურვილი არის რომ ბაღს დაუბრუნოთ ძველი კოლორიტი და პირველი მაინც ის იქნება რომ ბაღის შესაფერის ადგილებში შეიღებოს სუბუქი კონსტრუქციის ლითონის დეკორაციული ღობით. ეს როგორც იყო? როგორც იყო ადრე, დიახ. როგორც შენს კომუნარების ბაღის მიერ მონიჭებულმა სიკეთემ ბევრს მოუტანა სიხარული და აგრძნობინა თავისი პასუხისმგებლობა საკუთარი დედაქალაქისადმი, მაგრამ არა ამ მანქანების პატრონებს. იქნებ ტელეეკრანიდან ნათქვამა მაინც შეუცვალოს მათ გულგრილი დამოკიდებულება ქალაქისადმი, რომელიც თბილისელს ნამდვილად არ იპატიება.